წინა ვიდეო ბლოგი ეხებოდა გიორგი გახარიას და მის პოლიტიკურ პარტიას, რომელიც შეეკრა ქართულ ოცნებას, ფაქტია და ეს უნდა ვთქვათ და მე პერსონალურად გონია რომ მას ოპოზიცია ამ პარტიას დამოუკიდებლად იმისა ის გადარჩება თუ არ გადარჩება და ჩემი აზრით ვერც გადარჩება, მაგრამ მე მგონია რომ ამ პოლიტიკურ სუბიექტს გახარიას და ამ პოლიტიკურ პარტიას ოპოზიცია საერთოდაც არ უნდა უწოდოთ, საერთოდაც მგონია რომ პოლიტიკიდან წავა არ მხოლოდ ვინმე ბექალი ლუაშვილი, არამედ გიორგი გახარიაც კი და ეს პარტია დაიშლება. ეხლა ერთი თემა. იცით თქვენ რომ არსებობს მოსაზრება იმის თაობაზე რომ ბიძინა ივანიშვილი დანიშნავს რიგ გარეშე არჩევნებს და იმ რიგ გარეშე არჩევნებში ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობას არ მიაღებინებს მინიმუმ 3 და რეალურად 3 პოლიტიკურ სუბიექტს, ანუ აუკრძალავს, ეს არის ნაციონალური მოძრაობა, ეს არის ლელო ძლიერი საქართველო და ეს არის გვარამია მელია ხოშტარია სურა ჯაფარიძის კვარტეტის პოლიტიკური სუბიექტი, პოლიტიკური ჯგუფი, ახალი და შესაძლოა ცალკეულ პარტიებსაც. მაგრამ დამოუკიდებლად იმისა, ესენი მიიღებენ თუ არა მონაწილეობას ამ არჩევნებში, იმ არჩევნებში თუ ეს არჩევნები დაინიშნა, თუ ის არჩევნები დაინიშნა, პოლიტიკური სხვა სუბიექტებიც მაღალი ალბათობით არ გავლენ არჩევნებზე და სწორი გადაწყვეტილება ამეთქი, ასე ვიტყვი, ეს პოლიტიკური სუბიექტები ყოველ შემთხვევაში როგორც იკვეთება, არის ვიღადა არ ჩამეთქი, ასე ვიკითხავ, ეს არის ლეიბორისტული პარტია, არ ვიცი რას იზამს. ეს არის თავისუფლების მოედანი ლევან სუსკირიძის პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც რამდენადაც ხვდები სამომავლო ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, იმიტომ რომ ქართული ოცნების პირობებში არჩევნების ჩატარებას საერთოდაც არ აქვს აზრი, ეს არის ფედერალისტები, მისმა ლიდერებმა თუ არ ვწდები და არ ვწდები ამგვარი პოზიცია უკვე დააფიქსირეს და სწორი პოზიციაა ამ პოლიტიკური სუბიექტებისა, იმიტომ რომ კონკურენტული როგორც ასეთი, მიუხედავად იმისა, რომ მათი ოპონენტები ლელო ძლიერი საქართველო ასე მაგალითად ლელო ძლიერი საქართველო მათეული გაგებითაც და სწორიც არის ეს რომ უნდა დამარცხდეს, მაგრამ კონკურენტული არჩევნები ვერ იქნება ნაციონალური მოძრაობის თუ ახალის თუ ლელო ძლიერი საქართველოს მონაწილეობის ხელოვნური აკრძალვის, მათთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვის გათვალისწინებით და თითქოს 1% მიიღებდნენ მონაწილეობის შემთხვევაში, მაგრამ სწორი მორალური პირველ ყოვლისა და პოლიტიკა მორალისაგან დაცლილი არ არის, ან არ უნდა იყოს, უფრო სუსტი რომ იყო, სწორი გადაწყვეტილება იქნება თუ ამგვარ გადაწყვეტილებას მართლაც უკვე ბეჭედი დასმულად მიიღებენ ისინი, როცა იქნება მაშინ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნება არჩევნებისთვის არ ემზადება, თეორიულად არ განიხილავს ყოველ შემთხვევაში და მას არ სჭირდება რაღაც პოლიტიკური რეალური გასრავად მისეული გაგებით რეალური ოპონენტები და ქართული ოცნება ბუნებრივია რომ მიიღებს 115 ესე უნდა 115 თუ 114 ხმას, ანუ არ ვიცი ღმერთმა უწყის რამდენი პროცენტი გამოდის 77-80%-საც კი მიიღებს არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, მაგრამ ის 20% ვიღაცას უნდა გადაუნაწილოს. ეხლა ვინმე იტყვის რომ გახარიას მისცემსო, გახარიას პარტია ჯერ ერთი მოკვდება მანამდე. ეს თქვი კიდე წინა ვიდეო ბლოგში, ანუ აღარ იარსებებს. მეორე რომც არ მოკვდეს, რომც არ გარდაიცვალოს და რომც არ გაუქმდეს და არ დაიშალოს და ასე შემდეგ, ის 5%-იან ბარიერს ვერ შეეჭიდება ჩემი მოსაზრებით. მეორე პოლიტიკური სუბიექტია იაგო ხვიჩიასა და მეგრელიშვილი ვახოს გირჩი, რომელიც ჩემი მოსაზრებით ასევე ვერ შეეჭიდება 5%-იან ბარიერს და ვიღად არჩაო, ვინმე იტყვის, მართლა 99 თუ 100%-ს ხوار მიიღებს ქართული ბანდიტური რუსული ოცნება, ხალხის ძალა ეგრეთ წოდებული, ანუ შეზელილი თავიდან ბოლომდე ქართულ ოცნებასთან სოზარ სუბარისა და სხვა ბანდიტების პოლიტიკური სუბიექტი დამოუკიდებელ სუბიექტად ვერც განიხილება და არც განიხილება და აკი ამიტომაც ამ ვერსიის თანახმად ყოველ შემთხვევაში ქართულმა ოცნებამ გააქტიურა ერთი პროქსი საკუთარი პოლიტიკური ჯგუფი, როგორც არ ვიცი რა ქვია, მაგრამ სიტყვა ნეიტრალური რო ფიგურირებს, ეს კი მახსოვს, ეს არის ვატო შაქარიშვილის, ხო, თუ შაქარიშვილის პოლიტიკური ჯგუფი, აქ არიან დასაკვირველია რუსეთუმეებიც, არასწორი სიტყვა ღია, ილუსტრირებული აგენტები მოყვანა ხელისუფლებაში, პარლამენტში, უმცირესობაში სურს ქართულ ოცნებას და იმ 20 უხეშად 20 მანდატის თუ 25 მანდატის მათთვის მიცემა, რა ვიცი, 17 მანდატის პირობითად ლაპარაკობ და თქმა დასავლეთისთვის, რომ აი საზოგადოებაში ამგვარი განწყობები არის და საზოგადოებაში რაღაცა ამგვარი განწყობები არის, ისინი შესაბამისად გახდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, როცა დაინიშნება არჩევნები დათვად წოდებული ფარსი, როცა მოხდება რუსეთი აიძულა
იძულებს ამ არჩევნებად წოდებული ფარსის, ანუ ხელახალი არჩევნების, რიგარეში არჩევნების დანიშვნას ესეც რომ ვიცოდეთ. მაინც, მაგრამ ვატო შაქარიშვილი თუ შაქარაშვილი რა მნიშვნელობა აქვს, რაგვარია? ასაკვირველია თვითკმარი პოლიტიკური სუბიექტი არ არის. მესმის რომ ის გარკვეული ირიბი გზებით მიიღებს გარკვეულ დაფინანსებას და სახელმწიფო განსაკუთრებით რაიონებში ხელისუფლებად წოდებული ბანდაც წაეხმარება, ანუ ქართული ოცნება ადგილობრივ დონეზე და რაღაც რომ ადიგენის რაიონში პირობითად ლაპარაკობ, საჩხერეში ნაკლებად ბორჯომში მაგალითად. ხო, არის ზესტაფონში პირობითად ლაპარაკობ და ასე შემდეგ და აგროვებინებენ რა ვიცი 7% პირობითად ლაპარაკობ, მაგრამ ბატონ შაქარიშვილი თუ ნანა კაკაბაძე თუ კიდევ ვიღაცები არის კელა ნიკოლაიშვილი და ასე შემდეგ, ნუ მათი ცნობადობაც საბოლოო ჯამში არ არის ისეთი მაღალი და რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ნეიტრალურ საქართველოზე და მე ამდენიც არ უნდა მოიმხრონ ამორჩეველი ქართული ოცნების დახმარების გარეშე ეს ყველაფერი არ გამოვა და ვიღაცა უნდა იყოს აქტიურებული მათთან ერთად უნდა იყოს ვიღაცა მათი ლიდერი, რომლის ცნობადობაც, რომლის რეპუტაციას პირდაპირ მნიშვნელობით დადებითი ამეთქი ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ რომლის რეპუტაციას მათ წაეხმარება. ხო და აი რამდენიმე ხნის წინ კი არა თორცდები ახლა, აი გუშინ წინ გაჩნდა ქსელში, გამოჩნდა ერთი კაცი, რომელსაც ახლა გაჩვენებთ, ეს კაცი ვინ არის? და ლინკი გავხსნა თქვენის ნებართვით უბრალოდ open link. და цивилизованным странам либо мы, дорогие мои соотечественники. ეს არის იგორ გიორგაძე. დარწმუნებული ვარ, ახალი 2026 წლის ხურბლზე თითოეული ჩვენგანი проблемами მთელი ქართული ხალხის წინაშე მდგომი უმნიშვნელოვანესი პრობლემის გარდა იმასაც უფიქრდება თუ სადაა ჩვენი ქართველების ადგილი ამ ახალ მრავალპოლარულ მსოფლიოში, არა კი არ ბაძავ და კი არ დავცირი ვინმეს, მაგრამ მრავალპოლარულ მსოფლიოში ვის სარგბის ამას და ვისი ხმას არის გადადებული, ვის ვერ წარმოთქვამს რამდენიმე თანხმოვანს კარგად საუკეთესოდ. მაგრამ იგორ გიორგაძე ხო წარმოთქვამს რუსულად საუკეთესოდ და ეკლესიის ფონზე ტაძრის ფონზე რომ ჩაუწერიო უბრალოდ ტაძრის ფონი რომ აქვს უკან რაღაცა პოსტერი სავარაუდოდ და მონიტორი შესაძლოა იქ ტაძარია გამოსახული და იგორ გიორგაძე გვიმტკიცებს რომ მრავალპოლარულ სამყაროში თუ საზოგადოებაში სად არის ქართველების ადგილი და სად არის ქართველების ადგილი და მოусმინა ცვლის სახეს В мире многополярно. Евролидеры ევროლიდერები არჩევნის წინაშე გვაყენებენ. ან ჩვენი ევროპული ლიბერალური ფასეულობებით ცხოვრებთ. ლგბტ-ს მთელი აუცილებელი ნაკრებით. полным набором მცროს კლასებში ბავშვებს სექსუალურად აღზრდით. ერთსქესიანი ქორწინებისადმი ტოლერანტობითა და სქესის მოკლედ იმის თქმა მინდა ახლა პლანეტაც ვაჩვენოთ გიორგაძე ბანდიტი. იმის თქმა მინდა რომ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია ვიკვლიე, ვარკვიე და მომაწოდეს ამგვარი ინფორმაცია რომ იგორ გიორგაძე საქართველოში დაბრუნდება. და საქართველოში თუ ვერ დაბრუნდება გარკვეული სამართლებრივი პრობლემების გამო, თუ ეს პრობლემები ისევ შეერჩეონიაში დასრულებული არის მასთან დაკავშირებით, კიდევ არსებობს ეს პრობლემები, ამ შემთხვევაში იქიდან, ანუ მოსკოვიდან ჩაუდგება სათავეში, სწორედაც რომ ამ პოლიტიკურ ბანდიტურ დაჯგუფებას ნეიტრალური საქართველო ქვია, ხო? შაქარაშვილის პოლიტიკურ სუბიექტს ვაგლახთა სამწუხაროდ ცალკეულ ცნობილ სხვა სახეებსაც ვიხილავთ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ამ პოლიტიკურ დაჯგუფებასთან და ისინი წარსდგებიან კონცეფციით, რომ საქართველო უნდა იყოს ნეიტრალური ქვეყანა და სწორედ ისინი იქნებიან განკვირდებად და ინიციატორები ამგვარი არჩევნების ჩატარებისა და ახალი ეგრეთ წოდებული პარლამენტის შედგენის შემთხვევაში, ჩამოყალიბების შემთხვევაში, იმ რუსული ხაზისა თუ რუსული ინიციატივის გამხმიანებლები, რომელიც საქართველოს სწორედაც რომ ნეიტრალურ ქვეყნად გარდაქმნას გულისხმობს, ვინმეს გონია ამათ რომ რომელიმე მათგანს გონია რომ თუ რუსეთი ამათ ნეიტრალიტეტს აღიარებს, ეს უკვე ნიშნავს იმას, ეს უკვე საკმარისია რომ ჩვენ ნეიტრალურ სახელმწიფოს საერთაშორისო სამართლის სუბიექტად ამგვარად ვითვლებოდეთ. რაც ასაკვირველი არასწორია, ახლა ნუღარ მალაპარაკებთ თემაზე, რაც ნიშნავს ცალმხრივ ნეიტრალიტეტი და რაც ნიშნავს ნეიტრალიტეტი თუნდაც რუსეთის ან ვენესუელის სადღარი, ხო პირობითად ვენესუელის მიერ ხარდაჭერილი აღარ სირია, აღარ ვენესუელა და უბრალოდ ჩვენ ცოტა უფრო სერიოზული ხელისუფლება რო გყავდეს, აი უკვე გაუქმებული იქნებოდა სირიის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება და ნამდვილად მივახცევდით იმასაც, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ვენესუელის მომავალი ხელისუფლება, ვინც არ უნდა იყოს ის, გააუქმებდა და უკან წაიღებდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებას, ბარემ ვიტყვი, მაგრამ ეხლა ეს სხვა თემაა და ამიტომ ამაზე არ გადავალ. მოკლედ იგორ გიორგაძე ვატო შაქარიშვილის
ზურგს უკან დგომი, შესაძლოა საერთოდაც დამფუძნებელი, შესაძლოა საერთოდაც საპატიო თავმჯდომარე პირი გახდეს, ალბათ უფრო მოსკოვიდან თუ საქართველოში მაინც და მაინც ვერ დაბრუნდება და პრინციპში ამ ხაზს ატარებს თუ ამას ემსახურება მისი ეს გააქტიურებაც და ეს ვიდეო ბლოგიც ეკლესიის ფონზე ამ ბანდიტი კაცისა, რომელმაც შევარდნაძეს უღალატა, სწორი სიტყვა შევარდნაძე არ არის ახლა სახსენებელი საერთოდ ქვეყანას უღალატა ჯერ კიდევ 90-იან წლებში ედუარდ შევარდნაძე იძულებული იყო მოსკოვი ნახეთ როგორი ქვეყანა იყო 90-იან წლების შუა პერიოდში განსაკუთრებით, როდესაც მოსკოვიდან უკავშირდებოდნენ შევარდნაძესაც კი და ეუბნებოდნენ რომ ეს უნდა დანიშნო ამ შემთხვევაში სუსის კგბ-ს უფროსად უსიაშროების სამინისტროს უფროსად და ასე შემდეგ და არა მხოლოდ იგორ გიორგაძე, არამედ ამდენიმე ის ქართველიც, რომელიც ახლა მოცემულ ეტაპზე არ ჩანს, მაგრამ რომელთა უმრავლესობაც 99% ის სწორედაც რომ მოსკოვშია 90-იანი წლების ნაფტალინ მიყრილი პოლიტიკოსებად წოდებული ბანდიტები იმყოფებიან სწორედაც რომ მოსკოვში და შესაძლოა მათი გააქტიურებაც მოხდეს, არ გაგიკვირდეთ და არ გულისხმობ ასლანაბაშიძეს ეგრაბაგის პასუხია ის გვარიერად ასაკშია 86-ის არის თუ არ ვცდებით 87-ის და ცხადი ასლანაბაშიძეს არავინ არ შემოიდააბრუნებს პოლიტიკაში. მოკლედ იგორ გიორგაძე, ვატო შაქარიშვილი და ასე შემდეგ და ის დაახლოებით გეუბნებით აი არის 8% ხო? უნდა მიიღოს სწორედაც რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ და მერე ერთია ნეიტრალიტეტის ამბავი და მეორეა ნეიტრალიტეტი ამათეული გაგებით ამათეული ანტიევროპულია ხო ეხლა უცებ ჩაგვერთო რაღაც LGBT-ზე ლაპარაკობს რაღაც სისულელეებს ლაპარაკობს რაც არსებითად არც არის ისე ევროკავშირში ბარემ რომ ვიცოდეთ განსაკუთრებით მიმართავ ადამიანებს რომლებიც ერთგვარად დაბოლილნი არიან სახელმწიფო პროპაგანდით ოპოზიციაც და პოზიციაც ეგრეთ წოდებული ოპოზიციაც და ხელისუფლებას პოზიცია არ არის სწორი ოპოზიციაც და ხელისუფლებას უნდა იყოს ერთგვაროვანი ძირითად საკითხი რომ საქართველოს ევროპას უნდა მოსწყდეს ნეიტრალიტეტი უნდა გამოაცხადოს და რაც უფრო მნიშვნელოვანია კიდე კაი გამახსენდა ამაზე ყურადღების გამახვილება ნეიტრალურად წოდებულ საქართველოში რუსული ჯარები უნდა დაკანონდეს იქნება აი ამგვარი შეკვეთა აქვს მიღებული ქართულ ოცნებას და გაჭაჭანებაც კი არ უნდა მოხდეს იმ მომავალ არჩევნებში არჩევნებად წოდებულში ოპოზიცია არჩევნებად წოდებულში კი მომავალ პარლამენტში ოპოზიციური რეალური ოპოზიციისა დასავლური ოპოზიციისა და დასავლურად წოდებული ოპოზიციისა თუ გნებავთ ასე ვიტყვი იაგო ხვიჩიასაც არ გადაუგდებენ სამადლოდ 5 მანდატს თუ 7 მანდატს გახარია საერთოდ გაუქმდება ეს რომ ვიცოდეთ იმიტომ რომ ის გახარია მოღალატეა ბიზინა ივანიშვილისეული გაგებით ამიტომ 100% 150-ვე დეპუტატი უნდა იყოს პრინციპში ასეთი პრორუსული მნიშვნელოვანწილად და ქართული ოცნება უნდა წარმოჩინდეს ხოთშორის ეს წარმმნიშვნელოვანი დეტალია უკეთესად ვიდრე შაქარიშვილი თუ იგორ გიორგაძეა უკეთესად და უნდა გაიშვიროს მუდმივად ხელი ქართულმა ოცნებამ რომ არ გინდათ ირაკლი ზარქუა პირობითად ხო რაღაც შალვა პაპუაშვილი რომელმაც გერმანული იცის აგე თქვენ მოგივათ ხელისუფლებაში იგორ გიორგაძე რომელმაც ჭყალებში დემოკრატიულ არჩევნებში მიიღო გიორგაძე თუ შაქარიშვილმა თუ სხვება მიიღო რავის 7 თუ 10% ესეც რომ ვიცოდეთ ბარემ და აქ ამ პირობებში უნდა მიიღოს თუ არა თუ ვინმე დასრულს ამ კითხვას ვინდა მიიღოს თუ არა დემოკრატიულმა დასავლურმა ოპოზიციამ არჩევნებად წოდებულ ფარსში მონაწილეობა მე ღიად ვლაპარაკობ მქონია ამ თემაზე დისკუსია და ჩემს მეგობრებსაც ვთქვამთ რომ იქნება და ღირდეს რომ რომელიმე ერთ პარტიაში შევიდეს უგლებლი ყველა პოლიტიკოსი რომელიც თეორიულად შეიძლება იყოს არჩეული და გადავტეხოთ ქართული ოცნება აი ამ გზით და ასე შემდეგ არა ქართული ოცნების პირობებში რომელსაც განზრახული აქვს აი ეს ამიშნო განზრახვა როგორია ხო ქართული ოცნებისა რომ 150 პარლამენტარი მომავალი ეგრეთ წოდებული პარლამენტარიდან 120 მასყავდეს და 30 მიუგდოს იგორ გიორგაძეს თუ სხვებს და სხვებს შესაძლოა სხვებსაც მიუგდოს 5% გადაალახინოს სწორედაც რომ არ აი ამ განზრახვისა და გამო და იმის გამო რომ ის არჩევნებიც იქნება რასაკვირველია უკანონო და ის არჩევნები ჩატარდება რუსეთის მოთხოვნით და რუსეთს უნდა ამ სცენარის განვითარება ამ სცენარით საქართველოს სიარული რასაკვირველია არავინ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა რთული გზა არის ეს საქმე არ ვკამათობ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ თავით უნდა ვიცოდეთ, რომ ქართული ოცნება ნებისმიერ არჩევნებს გააყალბებს მანამ სანამ ის ხელისუფლებასთან სანამ ის ძალაუფლების კვერთხის მფლობელია და აქედან გამომდინარე იოტისოდენანდობაც კი არ უნდა კონდეს. თან არ დაგავიწყოს, რომ ფინანსები არ არის, რესურსები არ არის, ფული არ არის, მარტივად რომ ვილაპარაკოთ, მედია კვდება
ფაქტია, ძალიან ძიმე მდგომარეობაშია, კვდებას არ ვიტყვი თქვენის ნებართვით, ანუ კრიტიკული აზრი არ იქნება, ბიზნეევანიშვილი მაქსიმალურად მოახჭობს ყველას და ყველაფერს, ვიდრე ეგრეთ წოდებულ არჩევნებამდე და რა აზრი აქვს არჩევნებში მონაწილეობას თუ ვინმეს ეს სურვილუკა ექნება, მე კარგად არ მესმის, აქვე ვიტყვი. ძნელი გზა იქნება, უფრო ძნელი და უფრო ძნელის და გრძელი გზაც იქნება, მაგრამ სწორედ უკომპრომისობა გაგვამარჯვებინებს და არა ყალბი ილუზიის შექმნა იმის დაობაზე, რომ ამათმა შეიძლება რამ დათმონ, ან ამათ შეიძლება ძალაუფლება გამოვტაცოთ. ძალაუფლებას ესენი არ დათმობენ, მანამ სანამ შიგნიდან არ ჩამოიშლებიან და ჩამოიშლებიან შიგნიდან და მანამ სანამ დასავლეთზე არ ვიტყვი თქვენის ნებართვით, მანამ სანამ რუსთაველის გამზირზე არ იქნება ეხლა ამდენი კაცი დადის ხო ავის. ეხლა დადის 1500 კაცი და არ იქნება 100 ჯერ მეტი მოქალაქე, რომელსაც თავიდან ბოლომდე 100 გზე განებული აქვს. რამდენად საშინელებას ჩადის ქართული ოცნება ამის საბაბებს რატომაც უნდა გავიდეს 150,000 კაცი და უწყვეტად იდგეს რუსთაველის გამზირზე კარგა ხნის განმავლობაში მეთქი მაინც თქვენის ნებართვით ვიტყვი ამის საბაბებს მოგცემს ბანდიტური დაჯგუფება ქართული ოცნება რომელიც საქართველოს ჯოჯოხეთისაკენ მიაქანებს უკვე მეთქი ამასაც ვიტყვი მაგრამ კიდევ უფრო უარესი ჯოჯოხეთისაკენ მიაქანებს ამ ქვეყანას ნაყოფის